ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს ლიდერები ბრიუსელში ორდღიანი სამიტისთვის შეიკრიბნენ. ყურადღების ცენტრში უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესია, ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობების გადახედვა და ბლოკის 2 ტრილიონიანი ბიუჯეტის მომდევნო 7 წლისთვის დამტკიცება. სამიტი საფრანგეთის კურორტ ევიანში დიდი შვიდეულის შეხვედრის კვირეულში იმართება, რომელიც უკრაინისა და ევროპისთვის წარმატებით დასრულდა. ეს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპის იმაში დარწმუნება მოხერხდა, ერთობლივ პოზიციას შეერთებოდა უკრაინის მხარდაჭერისა და რუსეთზე ზეწოლის გაზრდისთვის. უკრაინის პრეზიდენტი ევიანიდან ბრიუსელში ჩაფრინდა და მხარდაჭერის სიგნალებს უკვე ევროპის დედაქალაქში იღებს. ჩვენ რუსეთს ძალიან მკაფიო და ძლიერ გზავნილს ვუგზავნით. უკრაინას მომდევნო 2 წლის განმავლობაში 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხს მივაწვდით. ჩვენ თქვენს გვერდით ვიქნებით იმდეხანს, რამდენიც საჭირო იქნება. მეორე მხრივ, რუსეთის ეკონომიკა პრობლემებს განიცდის. ის ფაქტი, რომ რუსეთმა ინტერნეტი შეზღუდა და მაგალითად ტელეგრამი დაბლოკა, თავისთავად ბევრ ამეზე მეტყველებს, რადგან რუსეთი კვლავ მართავს რკინის ფარდას, თუმცა ამჯერად ეს ციფრული რკინის ფარდა, რომელიც საკუთარ ხალხს აღუმართა. განვიხილავთ უკრაინისთვის მომდევნო 5 ძალიან მნიშვნელოვან ისტორიულ ნაბიჯს და 5 ახალ მიმართულებას. ყველა ლიდერს გავუზიარებთ დიდი შვიდეულის შეხვედრების შედეგებს. იქაც მნიშვნელოვანი იყო უკრაინის მხარდაჭერა საჰაერო თავდაცვის გაძლიერება, სანთვისთვის მზადება და ის თუ როგორ უნდა გავაძლიეროთ ზეწოლა პუტინზე, თუ როგორ უნდა ვაიზოლოთ პუტინი გადავიდეს დიალოგზე, ცეცხლის შეწყვეტასა და ამ ომის დასრულებაზე. ეს კვირა უკრაინისთვის ისტორიული იყო. ორშაბათს ოფიციალურად გავხსენით მოლაპარაკებების პირველი კლასტერი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია როგორც ევროკავშირის გაფართოების, ისე უკრაინის ევროკავშირში სრულფასოვანი გაწევრების გზაზე. დიდი შვიდეულის სამიტზე მივახციეთ ერთობლივ დეკლარაციას, რომელიც მკაფიოდ და მტკიცედ ადასტურებს მისი ყველა წევრის მხარდაჭერას უკრაინის მიმართ. ორშაბათს ევროკავშირსა და უკრაინას შორის გაწევრიანებაზე ოფიციალური მოლაპარაკებები დაიწყო. პირველი კლასტერის გახსნით, რომელიც ფუნდამენტურ საკითხებს ეხება, როგორც მართლმსაჯულება, დემოკრატიული ინსტიტუციების ფუნქციონირება და სახელმწიფო შესყიდვები. ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეხვედრაზე მომდევნო 5 კლასტერზე დისკუსიები განაახლა. ევროპული საბჭოს ხდომაზე ვიქტორ ორბანის არ ყოფნა ევროპელებს ამ მხრივ საქმეს უადვილებს. სამიტზე პირველად გამოჩნდა უნგრეთის ახალი პრემიერ-მინისტრი პიტერ მაგიარი, რომელმაც მანამდე არაერთი მკაფიო სიგნალი გაგზავნა იმის თაობაზე, რომ არაპირებს მისი წინამორბედის მსგავსად პროცესში ანტაგონისტის როლი მოირგოს. თუმცა რუსეთისთვის გაფართოებულ სანქციებს მოწინააღმდეგე მაინც ყავს. ამჟამად ბულგარეთის სახით სოფია ვეტოსთვის ემზადება. სხვა მიზეზებთან ერთად ქვეყნის ხელისუფლება რუსული ეკლესიის წარმომადგენლების წინააღმდეგ დაკისრებულ სანქციებს ეწინააღმდეგება. ეს ომი სანგრებს დიდი ხანია გასცა ის ეხება ეკონომიკას, ენერგეტიკას, მისი გავლენა აშკარაა კულტურასა და სპორტში. ის გადაგვრჩენია, მან რელიგიაც მოიცვას. მე ძალიან მკაფიოდ გამაცხადე, რომ ბულგარეთი არავითარ შემთხვევაში არ შეაფერხებს უკრაინასთან დაკავშირებით მიღებულ საერთო ევროპულ გადაწყვეტილებებს. თუმცა ამასთან მკაფიოდ მივანიშნეთ, რომ ჩვენ არ მივცემთ უფლებას სანქციებს და აზიანოს და რისკის ქვეშ დააყენოს ბულგარეთის ეკონომიკა. აქ შემიძლია ხაზი გაუსვო ლუკოილის ფუნქციონირების ირგვლივ არსებულ რისკებს, ასევე გაზედაქალაქის მეტროს სათადარიგო ნაწილებით მომარაგებას უკავშირდება. ვისაც სურს შეუძლია გააგრძელოს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება. ჩვენ გადაწყვეტილება იმის მიხედვით მივიღეთ, თუ რაც გქონდა მარაგებში. რაც შეეხება ევროკავშირის გაფართოებას, უკრაინაზე დისკუსია დაწყებულია და ჩვენ მოლაპარაკებების პროცესს მხარს დავუჭერთ. უკრაინა ამ ომში უპირატესობას იძენს. ჩვენ სულ უფრო მეტ მტკიცებულებას ვხედავთ იმისა, რომ ომი უკრაინაში რუსეთის მოსახლეობასაც უახლოვდება. ფაქტობრივად ის, რაც ახლა მოსკოვში ხდება, ამ ომის მსვლელობას მნიშვნელოვნად ცვლის, რადგან რუსეთის ხალხი დაიწყებს გაცნობიერებას, რომ საქმე მხოლოდ ტელეეკრანებზე ომის ყურებას არ ეხება. ომი უკვე მათივე მიწაზე მიმდინარეობს. საგულისხმოა, რომ ორშაბათს ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მთელი 1 წლით გაახანგრძლივა. ახალ გაფართოებულ სანქციებში დამატებით 34 პირი და 47 რუსული კომპანია მოხვდა. სამხედრო და ინდუსტრიული კომპლექსებიდან. შეზღუდვები შეეხო ჩრდილოვან ფლოტს და რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის რამდენიმე ეპისკოპოსსაც. ამასთან, დიპლომატიური იზოლაციის წლების შემდეგ ევროპაში განახლდა რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების შესაძლებლობაზე მსჯელობა, თუმცა ქვეყნები საერთო მიდგომებზე ჯერ ვერ თანხმდებიან.